მე არ მგონია რომ ხა ჭირდებოდეს ძალიან ივანიშვილს ამ ხალხის დაპატიმრება, უბრალოდ რატო შვება მაშინ? ისეთ ჩიხურ სიტუაციაში შევიდნენ ამ კომისიიდან გამომდინარე. ხო, ხა ეს კომისია მათ უნდათ პიარისთვის, ხო, როგორც ვიცით. და ნუ ამას არც მალავენ თვითონ ამბობენ, რომ აი ახალგაზრდებს უნდა გავახსენოთ, რავი, სკოლაში უნდა შევიტანოთ რაღაც თუ არ ვიცი ინსტიტუტებში და ვასწავლოთ როგორ ებრძოდა წინა ხელისუფლებას ოპოზიცია და რა ჩაიდინა იმ ხელისუფლება. ამ პიარისთვის მათ რადგან შექმნეს ეს კომისია, იქ ეგონათ რომ ეს ხალხი მივიდოდა რაღაცას არ ვიცი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდნენ, გაახსენებდნენ რაღაცებს და ასე შემდეგ. ნუ ვიღაც რო არ მივიდნენ, ხა იქ გინდა არ გინდა მე უნდა მიყვე კანონს, ხო ხო არ იტყვი რომ უი ბოდიში. შესაბამისად გამოდის რომ უკან იხევდა. ნუ ახლა უკან დახევაც არ უნდათ. მე ასე ვფიქრობ რომ ეს პოლიტპატიმრები, აი კონკრეტულად ოპოზიციის ლიდერები ივანიშვილს უბრალოდ შეეტენა ამ შემთხვევაში. ეხლა იმიტომ რომ იქ სასამართლოზე ჩვენი კოლეგები ვინც ესწრებოდნენ, იგივე მაგალითად ოქრუაშვილის როცა ასამართლებდნენ ხო, მე მახსოვს ისინი ამბობდნენ რომ აი მოსამართლე ეკითხებოდა რომ იქნებ რამე პრობლემა ქონდა და იმიტომ ვერ გადაიხადე გირაო რაღაცა ხო არ არის რომ აი არ შეგიფარდო პატიმრობა ანუ არ იყო მოსამართლე მონდომებული ასე ჩანდა რომ პატიმრობა შეეფარდებინა. აქედან გამომდინარე რომ ამბობ რომ ეს ამბავი არ ამგონია მათ ასე ქონდა შემთხვევითობის ასე შემთხვევითობ არა უბრალოდ ამ შემთხვევითობით ყველა პოლიტიკური ლიდერი შეიძლება მინიმუმ 1 წლით მე რა ფსიქოლოგიურად წავიდა ეს საქმე იმიტომ რომ გათვლა მათ რაზეც ქონდათ ის არ გამოუვიდათ. ამ კომისიაზე ბევრი ადამიანი მიყავთ, მართი ასე ვთქვათ, ტელევიზიები კი ასე ხშირად აშუქებენ და პროპაგანდას ეწევიან, მაგრამ რაღაც თემები იყო, რომელიც პირიქით უკან შემოუბრუნდათ. ხო, იგივე გენერლები, როცა მიიყვანეს, გენერლების თემა უკან შემოუბრუნდათ და აგვისტოს ომის თემა უკან შემოუბრუნდა, ანწუხელიძის საქმე განცხადებები წულკიანს უკან შემოუბრუნდა. იგივე სვანეთის ამბავი და იქ აფრასიძეების თემა უკან შემოუბრუნდათ, იმიტომ ხალხი გამოვიდა და მათი მსხვერპლები ალაპარაკდნენ. ანუ რაღაც თემები საერთოდ უკან შემოუბრუნდათ. ანუ რაღაცეებში ამ კომისიამ არ გაუმართლათ. მათ და ერთ-ერთი რაშიც არ გაუმართლათ და უკან შემოუბრუნდათ, ჩემი აზრით არის ეს, რომ ისინი არ ელოდნენ, რომ ივანიშვილს ხო არჯერა აქეთ რაღაცები ვერ წარმოუდგენენ, რომ ადამიანი ასე ადგეს და ციხეში წავიდეს. მე მახსოვს ერთ-ერთი ინტერვიუში იმედზე იყო მე მგონი რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ ესამები არ ხდებოდა გემახსოვს ცნობილი ინტერვიუა ივანიშვილის ის და ამბობს რომ გაკვირვებული ვარო ეს ხალხი ასე კედელსო რატო ეჯახებაო ხო აი ვერაფრით ვერ ხვდებიო რა უნდათო ხო იციან რომ არაფერი ანუ მისთვის ეს რაღაცა თავგანწირვა ბრძოლა რაღაცისთვის ხო წარმოუდგენ ამიტომ არიან სხედან და რაღაცას ფიქრობენ ეხა ამათ ვიღაცა ფულს უხდის ამათ ვიღაცებ რაღაცას ავალებენ და ასე შემდეგ ვერ წარმოუდგენ რომ ვიღაცა შეიძლება იდეის გამო ჩაჯდეს ციხეში ასეთ რაღაცა ვერ წარმოუდგენია და საბოჯომში ეს შედეგი მიიღეს, თორე დღეს ხო ცხადად ჩანს, რომ ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დასავლეთთან დაალაგნენ. რაღაც ამერიკაში გააგზავნეს დავითაშვილი, იქ რაღაც შემოვლითი გზებით რაღაცებს ცდილობენ, რომ ხმა მიაწვინონ და ასე შემდეგ. ანუ უნდა ამ სიტუაციაში ხა დამატებით პატიმრები მათ არ აწყობდათ. ლოგიკურად ასეა გამოდის, რომ არ აწყობდათ. რავი, შეიძლება სხვანაირად ფიქრობს ივანიშვილი, იმიტომ რომ მის ლოგიკას რთულია ბოლო დროს გაყვე, მაგრამ ნუ ასე ჩანს, რომ ეს არ აწყობდათ. შესაბამისად, მაგრამ ნუ კიდევ ორ პატიმარს მიიღებს, ხო, მინიმუმ როგორც ხვდებით. ეს იქნება მელია და ასე შემდეგ. ნუ არ ვიცი, შეიძლება ერთადერთი რაც მოხდეს, ეს არის რომ წინა საარჩევნოთ, აი ადგილობრივი არჩევნები რომ მიდის, რაღაც ის გააკეთონ, ასე ვთქვათ, სვლა რომ გამოუშვან ვიღაცები. შეიძლება რომ აი გამოუშვებ და თქვენ მიიღეთ შეიძლება ყველაც შეიძლება ვიღაცები არ ვიცი ანუ იმისთვის რომ ვთქვათ ოპოზიციას ვინც იღებს მონაწილეობას არჩევნებში უпростоრად ვინც მზად არის რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ჩვენ ვიცით ხო ოპოზიციაში რაღაც პარტიები მერყეობენ ზოგი პირდაპირ ამბობს რომ ვემზადები არჩევნებისთვის და აი მათ რო სათქმელი კონდეთ რომ აი გამოუშვა პოლიტპატიმრები და ამიტომ ვიღებ მონაწილეობას აი ასეთ რაღაცა შეიძლება მოხდეს